როგორც ყოველთვის ვუყურე მის კადრს მიღმას, მან იქ იყო ამ ფილმის შესახებ და ისეთი კადრები იყო, რომ ნამდვილად ანდღულაძის და მალხაზიშვილის სიტყვები ჭეშმარიტებაა, როგორც მინიმუმ ძალიან კარგ განწყობას გამოხვალთ კინოთეატრიდან და წინა საახალწლოდ. საერთოდ ყოველ დღე, მაგრამ წინა საახალწლოდ სწორედ რომ ეს გვინდა, დიახ. რა განწყობაზეა ეხლა მარი შენგელია, არ ვიცი, ამას ამ წუთას გავარკვევთ, იმიტომ რომ მან მოგვიმზადა სიუჟეტი ძველი თბილისის გამგებელი ნიკამელია ხელოვნების საღამოებს იწყებს. რა შემდგომარეობს ეს ხელოვნების საღამოები, რა ხდება? ნახოთ. 94 წლის გახლავართ. დღეს თუ ხვალ როდის დაიწყე? ბავშვობიდან დავიწყე ნამდვილად მე-4 კლასში ვიყავი ქუთაისში და იქ დავიწყე. რეზო ჩხეიძის მამა და აი მის ხელში გავლილი კაცი ვარ, ახალგაზრდა. პირველად მან წაიკითხა ჩემი ნაწერები, მომიწონა თუ არ მომიწონა, ერთ სიტყვით ის იყო ჩემი მომვლელისა და ყველაფერი პირველი მსმენელი, პირველი გამგებელი. თუმცა სიცოცხლე გასახარია, ბედს მადლიერი არ ვეყოლები, ბევრი წავიდა და რა ხანია აღარ არიან ჩემი ტოლები, გაბზარულია ზეცის ბროლები, არ გამთელდება. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? დიდი გალაქტიონი, ეს სხვა კაცი და სხვა შემოქმედია, დიდი გენიოსი და მე ქუთაისში მომიხდა მასთან შეხვედრა კი არა, ჯერ ქუჩაში ზრდევა. მიდიოდა რა, ასეთი დღეები მქონია ახალგაზრდობაში. უკან მივიძლებდით ახალგაზრდების ჯგუფი ერთი, ჩათაშორის ამ ჯგუფში ლადო ასათიანი წერია. ხიდთან გალაქტიონის ხიდი რომ ქვია, ეხლა მარჯანიშვილის ქუჩაზე, მარჯანიშვილის თეატრთან. აი იქ ახულობდი გალაქტიონ სახლიდან სახლიდან გამოსულს, ხან სახლში შემავალს და ძალიან უყვარდა ხიდზე სიარული, აი იმ ხიდზე სიარული ცოტა ძალიან. ბატონი ვასილ გვეტაძე. ეს არის საზოგადოების კუთვნილი ცოცხალი განძი, რომელიც ფათაშორის დამალული არ ყოფილა სადღაც ეს განძი, უბრალოდ ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა და ბატონი ვასილ გვეტაძეს დამსახურება არის ის, რომ ჩაეყარა საფუძველი იდეას, ანუ მასში ვიპოვეთ ჩვენ შთაგონება, რომ დაგვეწყო თაწმინდაზე, შუაგულ თაწმინდაზე ძველი თბილისის საღამოები, რომელსაც უკვე ამ იდეას ხორცი შეესხა და პირველი საღამო გაიმართა, სადაც აი უბნის რაიონის მოამაგე მაცხოვრებლები შეიკრიბებიან სხვებთან ერთად, თავიანთი შემოქმედების ასე ვთქვათ დემონსტრირებას მოახდენენ. სანამ უშუალოდ ბატონი ვასილის საღამო გაიმართებოდა, ჩვენ ამ საღამომდე გამოვეცით ბატონი ვასილის ერთომეული არაჩვეულებრივი კრებული ლექსებისა. ხანში რო შევედია რა, ხანში უფრო რაღაცა სილაღელს უგრძნო და საერთოდ იმაზე მიწერია, რაც მიგრძნია.